მის წარმოდგენია ეროგრა, ელექციური დისფუნქციის სამკურნალო საშუალება. გადაცემა კაპიტალის ყავის პარტნიორია შვეიცარიული ყავა ბლაიზერი და მისი ოფიციალური წარმომადგენელი დინკავა. დღის მთავარი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები, კომპეტენტური სტუმრები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე. ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სტარტაპ მიმართულებები, ყველა სფერო თავს იყრის ერთ სივრცეში. მიიღეთ შევები და გაზარდე შენი კაპიტალი. ჯორჯიან ტაიმსის ეთერში გადაცემა კაპიტალის დროა. გურამ მელქაძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, Facebook და YouTube მაყურებლებო, ეთერში გადაცემა კაპიტალი გუკა მელქაძესთან ერთად და დღეს ვსაუბრობ ძალიან საინტერესო მიმართულებაზე, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდებს, მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის საერთაშორისო პროგრამებსა თუ პროექტებში და ასევე შიდა ქვეყნის შიდა მიმართულებითაც ვისაუბრებთ საინტერესო ამბებზე და იმ ყველაფერზე, რაც ხორციელდება უშუალოდ ახალგაზრდების და პრინციპში არა მარტო ახალგაზრდების ჩართულობით და მე ზღადამრჩენია წარმოგიდგინოთ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რომელიც გახლავთ მარიამ ჯაფარიძე, ახალგაზრდული სფეროს დამფუძნებელი და პროგრამების კოორდინატორი. მარიამ, მოგესალმები, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისათვის. უნდა დავიწყოთ საუბარი ზოგადად საერთაშორისო პროგრამებს და გაცვლით პროგრამებზე ვსაუბრობ. მაინტერესებს შენ კონკრეტულად ამ მიმართულებით რამდენი ხანია, რაც შენი ორგანიზაცია წარმოდგენილია ბაზარზე და როგორ შეაფასებდი პირველ ნაბიჯებს, რა გამოწვევების წინაშე იყავი, რა ხელოვნური თუ ბუნებრივი ბარიერების გადალახვა დაგჭირდა და როგორ შეაფასებდი იმ განმავლობ დაწყებიდან დღევანდელ დღემდე. გამარჯობა გუკა, მივესალმები ჩვენს აუდიტორიასაც. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე არაფორმალური განათლების მიმართულებით უკვე დაახლოებით 4-5 წელია რაც მოღვაწეობ. თავდაპირველად რა თქმა უნდა ჩემი საქმიანობა დაიწყო მოხალისეობითა და სტაჟირებებით და ჩემი ორგანიზაცია უკვე გასულ სექტემბერში დავაარსე და რაც შეეხება გამოწვევებს, ჩემი აზრით ეს მოხალისეობრივი შესაძლებლობები ზოგადად ძალიან გეხმარება, იქიდან გამომდინარე რომ სხვა ტრენინგებზე, ფასილიტაციისა და ახალგაზრდულ გაცვლებზე ღებულობ თანდათან იმ გამოცდილებებს, რომლებიც შემდგომ უკვე გეხმარება ორგანიზაციის დაარსებასა და წარმართვაში. ჩემთვის პირველი ინტერესიც და მიზანიც იყო ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების მიცემა და მათთვის იმ გზების გამარტივება, რომლებიც ზოგადად უკავშირდება საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა პროექტებში ჩართვას. ასე რომ ჩემი აზრით ის გარკვეული ხელოვნური ბარიერები, რომლებიც არსებობდა, საკმაოდ წარმატებით გადავლახე ჩემი წინარე გამოცდილებებიდან გამომდინარე. ხო, ეს გამოცდილებები ანუ დაგეხმარა ამ ყველაფრის ეს თქვა გადალახვაში და სწორადაც აღნიშნე. მაინტერესებს, მოდი უფრო ჩაუღრმავდეთ და გავშალოთ ეს საკითხი. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები და ქართველი ახალგაზრდები, ვინც დაინტერესებულები არიან. მაინტერესებს რამდენად დიდი და მაღალია ინტერესი და ასევე მაინტერესებს ასაკობრივი კატეგორია რა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან ამ ყველაფრით და ზოგადად რა მიმართულებით არის განსაკუთრებული მოთხოვნა და ზოგადად სპეციფიკა რომ აუხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს, ვინც დაინტერესებულია, ან თვითონ დაინტერესებულები არიან, ან თუნდაც თავიანთი შვილები. კი ბატონო, როგორც უკვე ვახსენე, ეს სფერო არის არაფორმალური განათლება. შესაბამისად, პროექტები, რომლებშიც ჩვენ ვერთვებით, არის Erasmus Plus-ის მიერ დაფინანსებული. საერთაშორისო ბაზარზე თქვენ შეგიძლიათ სტუდენტებს შეუძლიათ ამ შემთხვევაში სემესტრული გაცვლითი პროექტებით ჩართვა, თუმცა ჩვენ არაფორმალური განათლების ბაზარზე ვთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგებსა და ახალგაზრდული გაცვლის პროექტებს, რომლებზეც ასაკობრივი კატეგორია არის ორად დაყოფილი. ტრენინგებზე აუცილებელია იყოთ 18+ და ზედაზღვარი არ გვაქვს და თქვენი მხრიდან მთავარი რაც არის, ეს არის თქვენი мотиваცია და ჩართვის სურვილი, ხოლო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებზე, რომლებზეც გაცილებით უფრო ინტენსიურად მონაწილეობენ თვითონ პროექტის მსვლელობისას, ამ შემთხვევაში გვაქვს ორი კატეგორია, ეს არის 13-დან 18-მდე და 18-დან 30-მდე. თუმცა არასრულწლოვნებისთვის პროექტებზე ძირითად შემთხვევებში ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მათ მიყვებიან, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ რომ საკმაოდ მშვიდად გამოუშვან თავიანთი შვილები ასეთ პროექტებზე, ხოლო რაც შეეხება 18-დან 30-მდე კატეგორიას, ამ შემთხვევაში უკვე ჩვეულებრივ ზრდასრულები მონაწილეობენ, სტუდენტები და არა მარტო სტუდენტები, ეს შესაძლებელია იყვნენ ტრენერები, სფეროში მომუშავე პირები და ასე შემდეგ. ახსენე ორი სახეობა ტრენინგები და სემესტრული, ხო? მაინტერესებს და ასევე არასრულწლოვნების საკითხსაც მინდა შევეხო, არის რა თქმა უნდა დამაფიქრებელი მშობლის მიერ. მაინტერესებს რამდენად არის არასრულწლოვნების მხრიდან ინტერესი და შესაბამისად მოთხოვნა და ამ ყველაფრის რეალიზება უშუალოდ პრაქტიკაში როგორ ხდება.
კი ბატონო, არასრულწლოვნების მხრიდან ინტერესი არის საკმაოდ დიდი და ზოგადად ძალიან კარგია, როდესაც ადრევე ერთვებიან მსგავსი ტიპის პროექტებში, რადგან უვითარდებათ ძალიან ბევრი უნარი და შემდგომ უკვე სხვა ტიპის საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორის კონფერენციებზე და არა მარტო უმარტივდებათ მონაწილეობის მიღება. თუმცა არასრულწლოვნების პროექტები არ არის ისეთი დიდი რაოდენობით, როგორიც ზრდასრულების. ეს რა თქმა უნდა, გამოწვეულია იქიდან, რომ საჭიროებენ ცოტა განსხვავებულ მიდგომას, სჭირდებათ თანხმლები პირები, მინდობილობები და ასე შემდეგ. მაინტერესებს, რიგი მიმართულებები იქნება და ასარჩევად იქნება დაინტერესებულ პირს ალბათ რა მიმართულებას აირჩევს. მაინც ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი რომელი მიმართულებებია და აქვე ჩაგიკითხები, რამდენი ქვეყანა არის ამ ყველაფერში ჩართული, რამდენად დიდია არჩევანი ადამიანის მიერ, ვინც დაინტერესებულია რომ წავიდეს უცხოეთში, მიიღოს გამოცდილება არაფორმალური განათლების კუთხით და რამდენად ფართოვდება ეს დიაპაზონი. კი ბატონო, ძირითადად მსგავსი ტიპის პროექტები ხორციელდება ევროპაში და თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა არის ჩართული, რაც იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას ინტერკულტურული გაცვლისა მისა და სხვადასხვა ჰორიზონტების გაზრდის, ესე რომ ვთქვათ, მონაწილეების მხრიდან. ძირითადად ძალიან ბევრი მიმართულება არის, თუმცა ძირითადად მაინც ალბათ ადამიანების უფლებებსა და AI-სთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი პროექტი, თუმცა სფერო არ არის შეზღუდული. ყველა მიმართულებით არის პროექტები და აქედან გამომდინარე ნებისმიერ მსურველს შეუძლია იპოვოს თავისი ინტერესის მიმართულებით რაიმე ახალგაზრდული გაცვლა ან ტრენინგი. კი, მოდი დავაკონკრეტოთ, ბევრს დააინტერესებს ყველაზე სენსიტიური საკითხი. თუ ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, გაიმარჯვებს და მოიპოვებს უფლებას რომ წავიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში, რა უფინანსდება და რა არ უფინანსდება? კი ბატონო. ეს პროექტები ზოგადად არის თავიდან ბოლომდე დაფინანსებული, რაც გულისხმობს იმას, რომ პროექტი თავისთავად დაფინანსებულია. მონაწილეებს უფინანსდებათ ორმხრივი ავიაბილეთები, ასევე სასტუმრო, კვება და იქ ყოფნის ყველანაირი ხარჯი, რაც შეიძლება იყოს. მათ შორის ადგილობრივად გარკვეული გასვლები თუ არის გათვალისწინებული მუზეუმებში ან რაიმე სხვა ადგილებში, ესეც თავისთავად დაფინანსებულია. ერთადერთი სპეციფიკა, რაც შეიძლება გამოვყოთ, ეს არის, რომ ავიაბილეთების ყიდვა არასრულწლოვნების შემთხვევაში არა, მაგრამ ზრდასრულების პროექტებზე ძირითადად გვიწევს, რომ ბილეთები ვიყიდოთ თავდაპირველად ჩვენ თვითონ და შემდგომ უკვე პროექტის დასრულების შემდეგ აგვინაცვლდება. დიახ, ეს არის იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვინმე არ მოინდომოს ჩასვლა და შემდეგ იქ ტურისტული მიზნებით პროექტიდან გადახვევა და სხვა მიზნებით დაკავება. მაინტერესებს ჩვენ ეთერს საუბრობდით, ევროპის ქვეყნები გასაგებია პირდაპირ კავშირში გასulit პროგრამებთან, მაგრამ ასევე ერთი საინტერესო კონტინენტი და სახელმწიფოები ემატება ეტაპობრივად და უმჯობესდება, ანუ უშინაურდება ეს ერთ-ერთი კონტინენტი. ამ ყველაფრის ამ კონტინენტის შესახებ ვისაუბროთ, იმ ქვეყნების შესახებ, რომლებიც ჩართულები არიან და მაინტერესებს ამ ხრივ იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ რამდენად არის უსაფრთხოების ზომები დაცული იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლებელია ჩასვლა გაცვლითი პროგრამის სახით და ასევე რამდენად არის ინტერესი ქართული ახალგაზრდების მხრიდან. კი ბატონო, ჩვენ შევეხეთ აფრიკის კონტინენტს, რომელიც ნელ-ნელა უერთდება Erasmus+-ის პროექტებს. ჯერჯერობით აქტიურად არიან ჩართულები ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, უმეტესად მაროკო, ტუნისი, ეგვიპტე და სხვათა შორის უკვე ლიბანი და სხვა ქვეყნებიც ნელ-ნელა ემატებიან. ინტერესი, რა თქმა უნდა, როგორც ქართველების მხრიდან, ისე ევროპელების მხრიდან ძალიან დიდია, თუმცა ჯერჯერობით მათთვის მსგავსი ტიპის პროექტები ჯერ კიდევ ახალია და ამიტომ საჭიროებს გარკვეულ დროებს. თუმცა რაც შეეხება უსაფრთხოებას. ეს პროექტები ყველანაირად თავიდან ბოლომდე არის გაწერილი და დადასტურებული ევროკავშირის პროგრამის ქვეყნების მიერ. შესაბამისად, ყველაფერი, რაც შეიძლება იყოს მაგალითად ადგილიდან დაწყებული და პროექტის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობებით დამთავრებული ყველაფერი არის გაწერილი და შესაბამისად თუ კი თქვენ მაინც ნახავთ მსგავსი ტიპის პროექტს, რა თქმა უნდა გადაამოწმოთ მიმღები ორგანიზაცია, ეს აუცილებელია ყველა შემთხვევაში, თუმცა უსაფრთხოება ამ შემთხვევაში გარანტირებული გექნებათ. კარგი, რადგან ამ საკითხს შეეხება მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ და გვიწმენენ, სად შეიძლება აი ამ პროექტების ჩამონათვალი და ქვეყნები ნახონ, რომ აარჩიონ და მოირგონ თავიანთ. სად არის შესაძლებელი ამ სიის, ესე ვთქვათ, ნახვა?
კი ბატონო, ესე კონკრეტული სია ამ პროექტების არ არსებობს სამწუხაროდ, თუმცა ეს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი პროექტი არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუმცა მსგავსი ტიპის პროექტებს საქართველოში ძირითადად აზიარებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. პროექტების შესახებ მიმდინარე განაცხადების გაკეთება შეგიძლიათ ძირითადად Facebook-სა და Instagram გვერდებზე, რომლებზეც პოსტავენ ეს ორგანიზაციები. და თქვენი მხრიდან ერთადერთი საჭირო რაც არის და მთავარი საკვანძო ეს არის სამოტივაციო წერილი. კი ბატონო. მარიამ, შენ არაერთ ქვეყანაში ხარ ნაყოფი გაცვლითი პროგრამების მეშვეობით და მაინტერესებს ზოგადად ახალგაზრდებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაცია დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, თუნდაც მეგობრული საქმიანი ასე შემდეგ გაიცნონ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას და ეს ზოგადად ადამიანის ახალგაზრდა ადამიანისთვის რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც კარიერულად და თუნდაც ცხოვრებისეულად. რამდენად დიდი გამოცდილებას იღებს ამ გაცვლითი პროგრამებით ახალგაზრდა. ვფიქრობ, რომ ადამიანის განსავითარებლად, რაც უფრო გაიზრდის და განივითარებს თვალსაჩინოს, მით უკეთესი იქნება. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის პროექტები ძალიან ბევრ ამას უწყობს ხელს. გააჩნია, რა თქმა უნდა, ადამიანი რა მიმართულებით აპირებს შემდგომ კარიერულად განვითარებას, თუმცა არ არსებობს ისეთი პროექტი, რომლიდანაც ვერაფერს ვერ წამოიღებთ. პირველ რიგში აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ თუ თქვენ უშუალოდ თქვენი სფეროს მიმართულებით იპოვით პროექტებს, რა თქმა უნდა, თქვენი გაიცნობთ საჭირო ადამიანებს, რომლებთან შემდგომ შესაძლოა უკვე გადაიკვეთოთ სამსახურეობრივად, რაც რა თქმა უნდა თქვენ ხელს შეგიწყობთ. თუმცა ამას გარდა განივითარებთ ისეთ უნარებს, როგორიცაა მაგალითად კომუნიკაციის უნარები, შესაძლოა ენის უნარები განივითაროთ, რადგან პროექტები უმეტესწილად ინგლისურად არის, თუმცა არსებობს ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი გაცვლითი პროექტებიც, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. და ამას გარდა განვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიც არის მაგალითად ლიდერობა, კომუნიკაცია, დაგეგმვისა და ორგანიზაციების უნარები და ასე შემდეგ. მოდი, მაინტერესებს კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგვისვა იმ პროგრამების შესახებ. სწორედ უცხოენებს უნდა შევეხო და აღნიშნე, რომ ინგლისურენოვანი არის უმეტესი მათგანი. მაინტერესებს ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია გარდა სამოტივაციო წერილისა, არის თორემ რაიმე სახის ვალდებულებები, თუნდაც ინგლისური ენის ცოდნა რაღაც დონეზე, ან სხვა მიმართულებები. კი ბატონო, ზოგადად სასურველია თქვენთვის იმისთვის, რომ ყველაფრის გაგება შეძლოთ და სხვებთან თავისუფლად იკომუნიკაციოთ, B1 დონე მაინც გქონდეთ ინგლისურში, თუმცა ძალიან ბევრ პროექტზე ვყოფილ ვარ, სადაც ყოფილან მონაწილეები, რომლებსაც ჰქონდათ შედარებით დაბალი დონე, მაგალითად A2, თუმცა თუ ეს თქვენთვის საკმარისია იმისთვის, რომ მარტივი კომუნიკაცია შეძლოთ, ასეთი ტიპის პროექტებზე არავინ არ ითხოვს მაღალი დონის ინგლისურს. ანუ გამარტივებულია მიდგომები ესე თქვა, ხო? კი ბატონო, და მათ შორის ტრენინგებზეც არ არის ისეთი ლექსიკა გამოყენებული, რომელიც შესაძლოა მაგალითად ვინმესთვის იყოს გაუგებარი. ყველანაირად ადაპტირებული და მორგებადი პროექტები არის იმისთვის, რომ მონაწილეებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი და რა თქმა უნდა იზიამოვნონ ამ პროცესებით. კი ბატონო, მოდი განმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ ეს პროგრამები არ მოიცავს და არ არის ორიენტირებული მხოლოდ სტუდენტებზე. ადამიანს, რომელსაც საერთოდ ერთი დღეც არ აქვს სტუდენტის სტატუსი, მასაც შეუძლია ისარგებლოს და მაინტერესებს არაფორმალური განათლების კუთხით. რა თქმა უნდა, მაინტერესებს ამ ადამიანების მხრიდან 18-დან 30 წლამდე, ხო, კატეგორია. რამდენად არის მსგავსი კატეგორიისგან ინტერესი რომ წავიდნენ უცხოეთში და ცხოვრებისეული და არა მარტო ცხოვრებისეული კარიერული გამოცდილება მიიღონ. კი ბატონო, ჩავასწორებ ერთ რაღაცას, 18-დან 30-მდე ეს ახალგაზრდული გაცვლები, თუმცა ტრენინგებს არ აქვს ზედა ზღვარი, 18+ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ინტერესი რა თქმა უნდა არის, თუმცა ერთი რაღაც რაც შევამჩნია არის ის, რომ საქართველოდან მეტწილად მაინც სტუდენტები აქტიურობენ, რაც ჩემი აზრით იმის ბრალია, რომ ძირითადად სტუდენტები იგებენ მსგავს ტიპის შესაძლებლობებზე და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს სამწუხაროდ იმ შესახებ ინფორმაცია, რომ შეუძლია ასეთ პროექტებში ჩართვა. ხოლო უცხოელებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი ადამიანი არის ზრდასრული, მათ შორის 30+-იც, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ამ ტიპის პროექტებში საკუთარი უნარების კიდევ უფრო განსავითარებლად. ეს პროექტები არის შექმნილი იმისთვის, რომ განგრძობად სწავლას შეუწყოს ხელი.
ეგრეთ წოდებული კომპლიმენტი არის ჩვენი უკვე მიღებული განათლებისთვის. მოდი განვუმარტოთ მაინც მაყურებელს არაფორმალური განათლებით ამ მიმართულებით მინდა რომ წავიყვანო ჩვენი საუბარი, მაინც რას მოიცავს ეს ყოველივე რა ადამიანი რომელიც დაინტერესდება არაფორმალური განათლების კუთხით რომ მონაწილეობა მიიღოს გასულ პროგრამაში, რა ხდება იქ ჩასულს? ნუ გასაგებია იქ ასარჩევად არის საქმე რას აირჩევს, მაგრამ მაინც ერთადად რას მოიცავს? კი ბატონო, მსგავსი ტიპის აქტივობები არაფორმალური განათლების ზოგადად ხიბლი არის იმაში, რომ არის ძალიან ადაპტირებული და მორგებული და რაც მთავარია ინკლუზიური ყველა ადამიანის მიმართ. შესაბამისად, ამ ტიპის გაცვლებზე დატვირთვა არის იქიდან გამომდინარე თუ როგორი ჯგუფი შეხვდება ამ უშუალო პროექტს. რაც მთავარია, აქტივობები დაბალანსებული არის გარკვეული ენერგიზერებით, იმისთვის რომ ესე რა ვთქვათ, ტვინის გადახურება არ მოხდეს პროექტებზე, დიახ და არ იყოს რუტინული სწავლება, როგორც არის მაგალითად სკოლებსა და უნივერსიტეტებში და არაფორმალური განათლება ზოგადად არის ესე რა ვთქვათ მოხალისეობრივი და ჩვენი სურვილიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაც განასხვავებს მას ფორმალური განათლებისგან. ამას გარდა არაფორმალურ განათლებაში ჩვენ არ გვყავს ესე რომ ვთქვათ მასწავლებლები და კონკრეტული აი სკოლის ტიპის სტრუქტურა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ტრენერები და ფასილიტატორები, რომლებიც იმისთვის იმყოფებიან ამ პროექტებზე, რომ დაგვეხმარონ ჩვენ მივიდეთ იმ გზამდე და იმ გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც საჭიროა კონკრეტული წარმატებისთვის. შენ ახსენე რამდენიმე წუთის წინ რომ სტუდენტები არიან მაინც უფრო დიდი დოზით ჩართულები გასულ პროგრამებში და არა სტუდენტის სტატუსის მქონე ადამიანების აქვთ ალბათ ინფორმაციის ნაკლებობა. მაინტერესებს როგორ წარმოგიდგენია რომ იმ ორგანიზაციებმა რომლებიც შენს მიმართულებით ოპერირებენ რა უნდა გააკეთდეს იმისათვის რომ უფრო მეტად მოხდეს ამ ყველაფრის ცნობადობის ზრდა. არ ნუ თბილისში გასაგებია უფრო მეტად ცნობადია, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონებში. პოპულარიზაციაზე მაინტერესებს როგორ უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი უფრო ვრცელი ფართო საზოგადოებისთვის. კი ბატონო, ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი საჭიროება რაც არის, შეგვიძლია გამოვიყენოთ სოციალური ქსელები, რადგან თითქმის ყველა ადამიანს აქვს მათზე წვდომა და ინფორმაციის გასავრცელებლად ყველაზე მარტივი საშუალება არის. თუმცა ამას გარდა ვფიქრობ, ადგილობრივი შეხვედრების ჩატარება და ინფორმაციის გაცნობაც არის ძალიან მთავარი რამ. თუმცა მინდა ცოტა გადავუხვიოთ თქვენს კითხვას და შევეხო ერთ კონკრეტულ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები აქტიურობენ მსგავსი ტიპის პროექტებზე, სტუდენტების ასევე ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ამ ტიპის პროექტებზე და ეს არის გამოწვეული ერთი მიზეზიდან. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ფორმალური სემესტრული გაცვლითი ერასმუსის დაფინანსებული პროექტები და ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე ახალგაზრდებს ერასმუსი და ერასმუს პლუსი და არიციან რომ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო სტუდენტური სტატუსი ან მაღალი GPA და მსგავსი ტიპის მოთხოვნები. შესაბამისად ქულებს არ ექცევა ყურადღება მარტივად რომ თქვა. კი ბატონო, მთავარი არის თქვენი სურვილი ჩაერთოთ ამ ტიპის პროექტებში. ერთი მინდა რომ ეს საერთაშორისო საკითხები ამოწურდა, ბოლო კითხვა დაგისვა სარეკლამო პაუზამდე და შემდგომ უკვე საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც მინდა დაუთმო ყურადღება. სამოტივაციო წერილით მინდა რომ ეს ყველაფერი შევაჭამოთ. ნუ გასაგებია ერთადერთი მოთხოვნა სამოტივაციო წერილის კარგად შესრულება, რათა შენი კანდიდატურა იყოს დაკმაყოფილებული. მაინტერესებს ამ მიმართულებით ვინც ახლა გვიყურებს, არსებობს თუ არა აი მე ჩარჩო ან მოდელი რაც უნდა დავიცვათ სამოტივაციო წერილის დაწერის დროს. შენ გამოცდილებიდან გამომდინარე. სამოტივაციო წერილის წერის დროს მთავარია მიანიშნოთ, რომ უშუალოდ ამ პროექტისთვის წერთ თქვენ წერილს და ეცადოთ იყოთ რაც შეიძლება სპეციფიური და კონკრეტულები. კონკრეტული ჩარჩო აი მაგალითად სიტყვების რაოდენობა ან ეს გულისხმობ. იცით ამას მიმღები ორგანიზაციები თავად ადგენენ ხოლმე. შესაძლოა მაგალითად ორგანიზაციამ დააწესოს 100 სიტყვიანი შეზღუდვა, ან შესაძლოა არ არსებობდეს გასი შეზღუდვა, თუმცა სასურველია რომ მაქსიმუმ გვერდნახევარ დაწეროთ, ამაზე მეტი არ არის არავითარ შემთხვევაში საჭირო და რაც მთავარია, უნდა იყვნენ გულწრფელები და თავად დაწერონ ეს წერილები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე სასარგებლოა, კი ბატონო, შემოაღწია საკმაოდ აქტიურად და წერილებს ყოველთვის ეტყობა. ამიტომაც მსგავსი ტიპის წერილები პირდაპირ გადადის უარის კი ბატონო, უარის შედეგით თავდება, ამიტომაც
საჭირო არ თვითონ დაწერონ ეს წერილები და იყვნენ მაქსიმალურად გულწრფელები. კი ბატონო, და სანამ რეკლამას გავთ, პატარა კითხვა, შენი ორგანიზაციის შესახებ უნდა გკითხო, სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე, ხო? მაინტერესებს უშუალოდ ამ პერიოდში რამდენად ნაყოფიერი იყო შენი ეს მოღვაწეობა ამ მიმართულებით და რადგან საუბრობთ საერთაშორისო მიმართულებით, მაინტერესებს სამომავლო გეგმები როგორია, რას აპირებ, რას სიახლეები შეიძლება იყოს შენი ორგანიზაციის ეგიდით საერთაშორისო გაცვლის პროგრამების მიმართულებით და მოკლედ მაინტერესებს ამ ორგანიზაციის შესახებ ნაყოფიერი მუშაობა და სამომავლო გეგმები. კი ბატონო. ჩემი ორგანიზაცია იქიდან გამომდინარე ჯერ კიდევ ახალია, ასე თუ ისე. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე და ჩვენი მთავარი აქტივობები მოიცავს საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი თავის გაცნობას და სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობის დამყარებას. იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე თვე არაც ვარსებობთ, საკმაოდ ბევრ საერთაშორისო პროექტში ჩავერთეთ და აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდებით. ამ ახლო მომავალში ველოდებით ასევე რამდენიმე ახალ პროექტში ჩართვას და ზაფხულიდან უკვე სხვა პროექტებიც განთავსდება ჩვენი ორგანიზაციის Facebook და Instagram გვერდებზე, რაც შეუძლიათ. ისა ყველაზე დახუნზული პერიოდი რომელია? ზაფხული? კი ბატონო, ძირითადად გაზაფხულის პერიოდი არის პროექტებით დახუნზული. და რამდენად დაგეხმარა ორგანიზაციის განვითარებაში ის კონტაქტები და ის გამოცდილება, რაც გაცვლის პროგრამების შედეგად მიიღე? კონტაქტები ქონოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან თუნდაც. უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კონტაქტები და მათ შორის უცხოური ორგანიზაციების კი ბატონო, დამფუძნებლებთან კონტაქტები ძალიან დაგვეხმარა, რადგან ამ პროექტებზე იწყება და ვითარდება ხოლმე სხვადასხვა პროექტების იდეები. შესაბამისად ეს პროექტები შემდეგ უკვე მართალია დაბრუნებულები ვართ ყველანი ჩვენს ქვეყნებში, მაგრამ ვითარდება ონლაინ, შემდეგ ხდება მათი გაწერა და სამომავლოდ ერთობლივი სამუშაოები. აქედან გამომდინარე ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის თითოეული წინა პროექტი. ძალიან კარგი. მოდი ახლა გავიდეთ რამდენიმე წუთიან სარეკლამო პაუზაზე და დავუბრუნდებით უშუალოდ უკვე საქართველოს მიმართულებით საინტერესო ღონისძიებები იგეგმება ორგანიზაციის ეგიდით. მოკლედ 2 წუთიანი, 3 წუთიანი დაახლოებით სარეკლამო ჭრა და შემდეგ პირდაპირ ეთერში ვართ. დღის მთავარი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები, კომპეტენტური სტუმრები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე. ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სტარტაპ მიმართულებები, ყველა სფერო თავს იყრის ერთ სივრცეში. მიიღე რჩევები და გაზარდე შენი კაპიტალი. Georgian Times-ის ეთერში გადაცემა კაპიტალისტურა. გურამ მელქაძესთან ერთად. გადაცემის წარმდგენია ეროგრა. ელექტრიული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება. გადაცემა კაპიტალის ხავის პარტნიორია შვეიცარიული ყავა ბლაიზერი და მისი ოფიციალური წარმომადგენელი დინკავა. რადიო Georgian Times-ის სარეკლამო სამსახური 293 44 05. კოდელი წარმოგიდგენთ ვინო პერფექტს. ლაქების საწინააღმდეგო ხაზს უფრო ნათელი და ერთგვაროვანი კანისთვის. ვინო პერფექტი ამცირებს ყველა ტიპის ლაქას, ასაკობრივს, აკნესგან ან მზის ზემოქმედების შედეგად გამოწვეულს. ვინო პერფექტი კოდელისგან PSP-ში. გინდა სიმშვიდე ქალაქის სიახლოვეს. მაშინ ეკო რეზორტი შენთვისაა. საგურამოს მწვანე ფერდობზე ქალაქიდან 20 წუთის გზაზე. გელოდება დახვეწილი, თანამედროვე ეკომეგობრული 5 ვილის კომპლექსი ეკო რეზორტი. თითოეული ვილა გთავაზობთ 270 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ სივრცეს, 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ეკო რეზორტი განსაკუთრებული ადგილი თქვენი კომფორტისთვის. დეტალებისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს ecoresort.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 ნამდვილი შვეიცარიული ყავა. ბლაიზერის ოფიციალური წარმომადგენელია ჩვენი პარტნიორი ყავის სახლი დინკავა. გსურს გახდე უფრო თავდაჯერებული და თავიდან აიცილო უხერხული სიტუაცია. არ დაგავიწყდეს. ეროგრა პოტენციის ასამაღლებელი საშუალება. საფთიაქო აქცია გრძელდება. იყიდე 1 და მიიღე მეორე საჩუქრად. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
დეველოპერული კომპანია New Group-ი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში, ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის და ვიკავშირდით დღესვე ნომერზე 599475949. ასევე გადმოდით ჩვენ საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქალთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს. შპს ეიფოსი ენერგოძალოვანი სისტემები გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით დიზელ გენერატორების გაქირავებას, შეძენას, მონტაჟს, სათადარიგო ნაწილებს, ასევე მონტაჟის შემდგომ მომსახურებას, ხარისხის გარანტიით. საკონტაქტო ნომერი 0322151525 5587255 რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. გადაცემის წარმდგენია ეროგრა, ელექციური დისფუნქციის სამკურნალო საშუალება. გადაცემა კაპიტალის ყავის პარტნიორია შვეიცარიული ყავა ბლაიზერი და მისი ოფიციალური წარმომადგენელი დინკავა. დღის მთავარი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები, კომპეტენტური სტუმრები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე. ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სტარტაპ მიმართულებები, ყველა სფერო თავს იყრის ერთ სივრცეში. მიიღეთ შევები და გაზარდე შენი კაპიტალი. ჯორჯიან ტაიმსის ეთერში გადაცემა კაპიტალის დროა. გურამ მელქაძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვსაუბრობთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, საინტერესო სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ მარიამ ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ ამავდროულად ახალგაზრდული სფეროს დამფუძნებელი და გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ საერთაშორისო მიმართულებით, იმ გაცვლით პროგრამებზე, იმ ვალდებულებებზე თუ საჭიროებებზე, რაც არის აუცილებელი, რომ თქვენ თუ დაინტერესებული ხართ, როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, რა უნდა გაითვალისწინოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა უკვე დროა რომ გადმოვინაცვლოთ საქართველოში, მით უმეტეს რომ აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით სამშაბათს, მომავალ სამშაბათს არის საინტერესო, ესე ვთქვათ, ღონისძიება თეატრალურ უნივერსიტეტში. მეც აღარ ვისაუბრებ ამ ღონისძიების შესახებ, მარიამს დაუთმობ ასპარეზს, ასე ვთქვათ და მოდი მარიამ გითხარი, რა იგეგმება, რას გეგმავთ და ვინ არის სამიზნე აუდიტორია პირველ რიგში? კი ბატონო, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მოტივატორი არის ახალგაზრდების განვითარება, ადგილობრივ დონეზე ვცდილობთ ხოლმე, რომ დავგეგმოთ სხვადასხვა სასარგებლო შეხვედრები მეტწილად სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ამ ეტაპზე და სამშაბათსაც თეატრალურ უნივერსიტეტში საქართველოს სტუდენტებისთვის ვგეგმავთ შეხვედრას, რომელზეც გავაცნობთ ინფორმაციას საერთაშორისო შეხვედრებთან დაკავშირებით და კონკრეტულ სპეციფიკებსაც გავაცნობთ დაინტერესებულ ახალგაზრდებს. შეხვედრის მეორე ნაწილი კი იქნება ინტერაქციული სემინარი, რომელიც დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თეატრალურ უნივერსიტეტს პირველ რიგში, რომ გამოხატეს ჩვენი შეხვედრის მიმართ ინტერესი და აგრეთვე ბიბლუსისა და PSP საფთიაქო ქსელებსაც, რადგან ჩვენი დამსწრე საზოგადოებისა და ქართველი სტუდენტებისთვის გარკვეული სიმბოლური საჩუქრებითაც მოგვამარაგეს. ხვალ მხარდამჭერა ბიზნეს სექტორიდან ამ მიმართულებით არის და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. მაინტერესებს გარდა თეატრალური უნივერსიტეტისა აპირებ თუ არა სხვა სასწავლებლებთან უნივერსიტეტები იქნება, თუნდაც კოლეჯები, რატომაც არა, ითანამშრომლოს შესთავაზო აღნიშნული მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და მაინტერესებს რამდენად გეგმავ რომ აი რეგიონებშიც გამართო მსგავსი სახის პროექტები. თუნდაც ჩვენ საუბრობდით გადაცემის პირველ ნაწილში რომ საჭიროა ცნობადობის ამაღლება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში და ამ მიმართულებით რეგიონები განსაკუთრებით სენსიტიურია ჩემის აზრით. კი ბატონო, სრულიად გეთანხმებით ამაში. ამ ეტაპზე ძირითადად თბილისის მასშტაბით ვმუშაობთ, თუმცა ჩვენ ერთხელ უკვე გქონდა ღონისძიება ჩატარებული ზუგდიდის ჯიჯი გიმნაზიაში, სადაც სკოლის მოსწავლეებთან, უფროს კლასელებთან ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც გავაცანით გარკვეული საკითხები და რა თქმა უნდა, საერთაშორისო პროექტებზეც გარკვეული ინფორმაცია გავუზიარეთ და სამომავლოდ გეგმავთ, რომ თბილისის ფარგლებსაც გავცდეთ და რეგიონებში და განსაკუთრებით ისეთ
ზოგიერთ რეგიონებში, სადაც მსგავსი აქტივობები არის ძალიან მცირე რაოდენობით, იქ გავიდეთ და ახალგაზრდებთან შეხვედრები ჩავატაროთ. მაინტერესებს, გასაგებია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, უფრო მეტი მრავალფეროვნება, მაგრამ საქართველოს უშუალოდ შიდა პროექტებზე რას ფიქრობ? რამდენად ხორციელდება დიდი დოზით, რამდენად მრავალფეროვანია და ასევე რამდენად აქვს ადამიანს შესაძლებლობა, რომ ის უნარჩვევები გაიმჯობესოს, რასაც იუმჯობესებენ თუნდაც უცხოეთში წასვლით. კი ბატონო, საქართველოში სხვა შორის საკმაოდ ბევრი პროექტი ტარდება და ძალიან სასარგებლო არის თითოეული მათგანი. თუმცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მასშტაბებიდან განსხვავებული არის ის ფაქტი, რომ აქ ძირითადად საქართველოში არსებული პროექტები არის კონკრეტულად ქართველებისთვის ჩატარებული და მათ არ აქვთ ესე ბევრი შესაძლებლობა, რომ უცხოელებთან გარკვეული აზრები გაცვალონ და მათი ისტორია და მათი ამბებიც გაიგონ. ეს არის პატარა ნაკლივით, თუმცა ადგილობრივი პროექტები ძალიან სასარგებლო არის, მით უმეტეს სხვა რეგიონებიდან ახალგაზრდები მაინც უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ეს მათ განვითარებასა და თვალსაჩინოს ზრდას ნამდვილად ეხმარება. მაინტერესებს, რადგან ახსენე, რომ უცხოელები პრაქტიკულად არ იღებენ მონაწილეობას საქართველოში პროექტებში, ხო? მარტო ერთ ქართველებს შიდა პროექტებს გულისხმობ. შიდა პროექტებსაც გააჩნია. ის Erasmus Plus-ის პროექტები, რაც უკვე ვახსენე, საქართველოშიც ტარდება და ამ შემთხვევაში უცხოელები ჩამოდიან ჩვენთან. თუმცა ორგანიზაციებს ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ადგილობრივი პროექტები, რომლებიც რა თქმა უნდა არავითარ კავშირში არ არის Erasmus Plus-თან და არის უშუალოდ ქართველებისთვის ჩატარებული პროექტები და ამ პროექტებზე რა თქმა უნდა ჩვენი ფოკუსი. მინდა რომ ვკითხოთ, თუნდაც შენი ორგანიზაციის მიმართულებები, თუ გეგმავ მომავალში რომ ქართველები კი არ გაუშვა უცხოეთში, არამედ უცხოელები ჩამოიყვანოს საქართველოში და რაღაც ინტეგრირება მოხდეს ქართულ საზოგადოებასთან და ქართულ ახალგაზრდებს. კი ბატონო, მსგავსი გეგმები ნამდვილად გვაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი წასვლა არ არის საჭირო. ხო, და რამდენად რთული პროცესი წარმოგიდგენი, რომ შეიძლება ეს ყოველივე იყოს? ერთადერთი სირთულე, რაც ამასთან არის დაკავშირებული, არის ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის ეგრეთ წოდებული Erasmus Plus-ის პროგრამის ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი ინიციატივა და სამომავლო პროექტი, რისი დაწერაც გვინდომება, სამწუხაროდ საჭიროებს აპლიკანტსა და კოორდინატორ ქვეყანას, რომელიც იქნება Erasmus Plus-ის პროგრამის ქვეყანა უშუალოდ. აქედან გამომდინარე, მსგავსი ორგანიზაციის პროექტი არის პირველი ბარიერი და სირთულე, რომელსაც ვაწყდებით, თუმცა სანდო ორგანიზაციის პოვნის შემდგომ უკვე ყველაფერი შესაძლებელია. მაინტერესებს, მოდი შენი ორგანიზაციის ხაზით განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. მაინტერესებს, ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, რომ არ ვიცი, თუ გინდა სტაჟირება დავარქვათ, თუ გინდა მოხალისეობა დავარქვათ, რომ მიიღოს რაიმე სახის გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა. ან თუ არ მარტივად მინდა თქვა, თუ არის ის შესაძლებლობა, რომ თქვენთან მოვიდეს დაინტერესებული პირი, ახალგაზრდა, რომელიც გაივლის სტაჟირებას თქვენ ორგანიზაციაში. კი ბატონო, ეს შესაძლებელია, მოხალისეობას ვუწოდებთ ძირითადად ამ საქმიანობას, კი ბატონო. დაინტერესება საკმაოდ დიდია და სხვათა შორის არა მარტო ზრდასრულებისა და სტუდენტების მხრიდან, არამედ არასრულწლოვანებით საკმაოდ ხშირად არიან ხოლმე დაინტერესებული ამ მიმართულებით. და ჩვენი შეხვედრებით სხვათა შორის საკმაოდ ნაწილი ჩატარებულია ამ მოხალისეების მიერ. შესაბამისად, შესაძლებლობა ყველაფრის არის, უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია მათ ინტერესზე და გამოცდილებაზე. საერთაშორისო დონეზე თუ ენდომებათ სხვა ორგანიზაციასთან მუშაობა და კომუნიკაცია ამისთვის გარკვეული წინარე გამოცდილება იქნება საჭირო, რადგან შედარებით უფრო სათუო თემებია. თუმცა თუ ადგილობრივ დონეზე დაიწყებენ საქმიანობას, მაგალითად შეხვედრების ჩატარებას შემდგომ უკვე გაიცნობიან სხვა სპეციფიკას, რა თქმა უნდა არის იმის შანსი, რომ შემდგომ უკვე საერთაშორისო დონეზეც ითანამშრომლონ ჩვენი სახელით. გასაგებია. მოდი საუბრის ბოლოსკენ მინდა გკითხო ერთ მეტად სენსიტიურ საკითხზე, მithumე რადგან ვეხებით პრინციპში განათლების მიმართულებას ახალგაზრდებისა და არა მარტო ახალგაზრდებისა და ხედავთ რომ განმარტავ რომ არ მინდა პოლიტიკაში შევაბიჯო, მაგრამ ვსაუბრობ ზოგადად განათლებაზე. ბოლო პერიოდში ვხედავთ რომ არაერთი რეფორმა იგეგმება განათლების კუთხით საქართველოში. მაინტერესებს შენი სუბიექტური აზრი, როგორც რიგითი ადამიანისა, საქართველოს მოქალაქისა, რამდენად მისაღებია ის რეალობა, რაც დღეს განათლების სექტორში არის. ვხედავთ რომ სამინისტრო რაღაც რეფორმებს ატარებს, მაგრამ შენი აზრით რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ უფრო მეტად მოქნილი გახდეს განათლების სისტემა? განათლების სისტემის მოქნილობა ზოგადად
ესე რომ ვთქვათ, გამოწვეულია იქიდან და გამომდინარეობს იქიდან თუ რომელ უშუალო მიმართულებით მუშაობთ. ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია არის არაფორმალური განათლების მიმართულება. შესაბამისად მიმდინარე ექცევა დიახ სათანადო ყურადღება, თუმცა მიმდინარე რეფორმები ჩვენთან არანაირ კავშირში არ არის და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით სხვა პროფესიონალების და ექსპერტების აზრი უფრო კარგი იქნებოდა ამ კითხვაზე. კი ბატონო. თუმცა იმისთვის რომ უფრო ადაპტირებული და მოქნილი გავხადოთ განათლების სისტემა, რა თქმა უნდა საჭიროა პირველ რიგში გავითვალისწინოთ იმ ადამიანების საჭიროებები და მოსაზრებები, რომლებისთვისაც ვმუშაობთ. ამავე პრინციპით ვმუშაობთ ჩვენს ორგანიზაციაშიც, რადგან ახალგაზრდები არიან ჩვენი მთავარი ფოკუს ჯგუფი და შესაბამისად ვცდილობთ მათთვის შევქმნათ კარგი გარემო და რომელი სექტორიც არ უნდა იყოს და რა მიმართულებას არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა ვეცადოთ ჩვენი უშუალო სუბიექტების ინტერესები გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ უკეთ განვითარდნენ და ხელი შევუწყოთ ამოწურავი პასუხია და ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, ვისაუბრეთ ჩვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, მაგრამ ახლა მინდა რომ უფრო დეტალურად გავშალოთ ეს საკითხი. გასაგებია რომ არის უნდა ველოდოთ სიახლეებს, მით უმეტეს აპრილის სეზონი ახლოვდება, მაგრამ მაინტერესებს დამატებით ხომ არ გეგმავთ რაიმე სახის სიახლეების შეთავაზება საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით რამდენიმე მიმართულებით გააქტიურებას ხო არ აპირებთ? კი ბატონო, ამ საერთაშორისო მიმართულებით გვაქვს გეგმები ახლა მომავალში, რაც შეეხება უშუალოდ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამებს. საერთაშორისო დონეზე ევროპაში არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ქართულ და არა მარტო ქართულ ახალგაზრდებს თავაზობს დაფინანსებულ მოხალისეობრივ შესაძლებლობებს და ჩვენ სამომავლოდ გვინდა უშუალოდ მოვიპოვოთ ის კონკრეტული უფლება, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება კონკრეტული ოფიციალური და ფორმალური რაღაც ნაბიჯების გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ოფიციალური უფლება იმისთვის, რომ ახალგაზრდები უშუალოდ ჩვენვე გავუშვათ საზღვარგარეთ მსგავსი ტიპის მოხალისეობრივ პროექტებზე. ხანგრძლივი პროცესია ამ უფლების მოპოვება? რამდენიმე თვეს საჭიროებს, თუმცა შეძლებადია. ძალიან დიდი მადლობა. დიდ წარმატებებს გისურვებ შენ. პირველ რიგში სამშაბათის ღონისძიება, უახლოეს ღონისძიება რახან არის? მინდა რომ წარმატებით ნაყოფიერად ჩაიროს ამ ყოველივემ და იმედია რომ ეს ღონისძიება აღნიშნული ღონისძიებების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით გაიზრდება და ვფიქრობ რომ განსაკუთრებით ისევ როგორც ამ მიმართულებით, ყველა მიმართულებით რეგიონებს და რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს უნდა მიექცეთ ყურადღება, რადგან იქ მაინც ინფორმაციის ნაკლებობა გარკვეული დოზით არსებობს. ასევე გისურვებ იმ უფლების მოპოვებას, რაზეც ბოლოს საუბრობდი და იმედი ვიქონიოთ რომ ამ მიმართულებით რაც მოიცავს ახალგაზრდების გაშვებას უცხოეთში და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ისევ და ისევ საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას მოხმარდებას ნაყოფიერად ჩაივლის და რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაუახლოვდებით თანამედროვე სამყაროს. მადლობა მარიამ ჯაფარიძე იყო ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მე კი ის გადამჩენია მომავალ კვირამდე დაგემშვიდობოთ. მადლობა თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბედნიერ წარმატებულ ნაყოფიერ დღევანდელ დღეს და შაბათ-კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. დღის მთავარი ბიზნესი